გაითვალისწინოს, ვიდრე ეს მიიღებს მაინც და მაინც ქუჩის საპროტესტო აქციების ფორმას. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ისე ვიქცევით, როგორც უნდა მოიქცეს ცივილიზებულ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. მე მგონი ახლა პირდაპირ ქუჩაში გავარდნა ეს არ არის სწორი ნაბიჯი. ჩვენ უნდა ამოვწუროთ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პოლიტიკური ყველა მშვიდობიანი რესურსი. ეხლა თუ მაინც ხელისუფლება გადაწყვეტს ისე, როგორც გადაწყვიტა 2007-ში, ну ხა სამწუხაროდ მე მოვლენათა განვითარების სცენარი მარტო ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ეს აუდიტორიაც გამოვიყენო და გამოვიყენებ ყველა საშუალებას განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს, მათ ვეუბნები, რომ ქვეყანა დგას ძალიან ახლოს ახალ ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისთან. დიდ პატივს შუა აზიის ხალხებს, მაგრამ მათ თავიანთი კულტურა აქვს. ხა საქართველოს არ არის არც თურქმენეთი, არც უზბეკეთი და აქ შვიდად არ ჩაივლის რაღაცა ქვეყანაში თურქმენბაში სტილის მესამეჯერ და მეოთხეჯერ კორონაციის ცდელობა. ამას მოყვება ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ძალიან სერიოზული დაძაბულობა, ამიტომ სააკაშვილის ირგვლივაც მის მომხრეებს მინდა უთხრა. პრინციპი ან ყველაფერი, ან არაფერი მათთვის დამთავრდება, რომ ხელში დარჩებათ არაფერი. ამიტომ ჯობია გაითვალისწინონ საზოგადოების მოთხოვნები, სანამ ის არის ზომიერი და სანამ მიიღებს ის იმდენად რადიკალურ ხასიათს, რომ მე მათაც ძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს ქვეყანასაც. სწორედ მეორე თემაზე გადავდივართ, ლოგიკურად. მოკლედ ვიტყვი რა, რაში გამოიხატება თელია ეს ფორმულა, მისი კომუნიზმის და ტრაგიზმის. ნაზარბაევმა ჩაწერა კონსტიტუციაში, ყაზახეთის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ნაზარბაევი არის ერის მამა და ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს ამ ქვეყნის მმართველი. ეხლა რა ვქნათ? დემეტრაშვილმა და შარვანაშვილმა და აი ამ გამყიდველთა ბანდამ ეს დაწერეს რეალურად კონსტიტუცია კი არ შეცვალეს, დაწერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბაში და საქართველოს ალბათ მეორე წერია, პირდაპირ წერია, შედეგობრივად ეს გამოდის. საბოლოოდ ეს წერია, რა თქმა უნდა ეს უწერიათ კონსტიტუციაში, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს ამ ქვეყნის ესე რა ქვია ბაში. თავი მამა თუ რა ვიცი, რასაც დაირქვეს თვითონ შეიძლება მე გადაირქვას და სხვა სახელი დაირქვას. თქვენ აუდიტორიაში ღიად საუბრობენ მე მართლ პარტიაში. შეიძლება ერთხელაც გაიღვიძოს ამ კაცმა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ვერ ხედავენ ვერანაირ შემოწყოლებელს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, რატომ არ დადარჩეს ის ქართული პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილის ამ ქვეყნის წინაშე შეიძლება ერთხელს გაიღვიძოს და თქვას დავარქვათ მიშაეთი. მე არ გამოურიცხავ ამას ეს რომ გააკეთოს. გააკეთოს და სამწუხაროდ არიან სულ გაყიდული ადამიანების კატეგორია, რომლებიც მას ამის გამო ტაშს დაუკრავენ. ზოგი ანგარებით, ფულის გამო, ზოგი შიში და ზოგი რა ვიცი, ეხლა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეს ყველას არ შეეხება. დაერაზმა მივიდა არჩევნებზე, ხმა მისცა, მოახდინა მისი ლეგიტიმაცია. შიშით სხვა ანგარებითი მოტივებით თანხა აიღო ის ნაცვალსუნები კოორდინატორები რო ყავ დაფინანსებული, ნუ 1000-ნაირი მოტივი არსებობს. მე იგივე ადამიანები, რომლებიც გამოყარეს სამსახურიდან სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოდიან და აი ხვალ დაამხეთ. კარგი, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, რას აკეთებს სააკაშვილი, აუცილებლად მოგწევთ დაკახა. რას აკეთებს სააკაშვილი, მოგწონთ, არ მოგწონთ, კი ბატონო, ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. რას აპირებს ოპოზიცია, ამაზე არ გვაქვს, ამ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი. რას აპირებს ოპოზიცია? მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი, ცხელი შემოდგომა, არანაირი ცხელი შემოდგომა არ ჩანს. რას აპირებს, რას აკეთებს ოპოზიცია ბატონკახა? რა გეგმები გაქვთ? არ ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ ახლა ცხელი რა არის, ცივი რა არის, საკმაოდ აგვისტო-სექტემბერშიც იყო, არა, მე თუნდაც რაც იყო უკვე იმასთან დაკავშირებით საუბრობ, ახლა ერთია ეს როგორ აისახება მედიაში, მაგრამ იგივე აქციები, რომელიც მაგალითად იგივე დევნილების აქციები, რომელიც მიმდინარეობს, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური ძალა ამაში აქტიურადაა ჩართული და ის თუ მოსახლეობა არ არის ჩართული, დავუბრალოთ ისევ ჯერჯერობით დაუშვათ. კი ბატონო, ეს არის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი პოლიტიკური ძალის რეაქცია. ყველა პროტესტი ხელისუფლების მაგრამ რა არის თქვენს გეგმაში რა შედის ამ შემთხვევაში? ჩვენი ყველანაირი გადაწყვეტილება და ჩვენი ყველანაირი პროტესტი რა თქმა უნდა ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარეობს და ხოტორი ხარო დავუშვათ რომ იდეალურ შემთხვევაში ხელისუფლება არაფერს არ აშავებს ჩვენი თვითმიზანი არ არის არც ხელი შემოდგომა და არც საპროტესტო აქციები. ამიტომ ბუნებრივია რომ ჩვენი მიმდინარე დღის წესრიგი არის ყოველთვის დაკავშირებული ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალიან ბევრ საზოგადოების საწინააღმდეგო მოქმედებებზე. არ ვიცი, მე მგონი არ ღირს ამ თემის ასეთ ახურდავება იგივე დევნილების აქცია. ეს არ არის ლოკალური საკითხი, ეს არის პირდაპირ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. მე მინდა ჩემი თაობის წარმოადგენლებს მინდა მიმართო, თუ ჩვენ მივეცით საშუალებას სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ დევნილები, ქართველი დევნილები, ეთნიკურად ქართველები, საქართველოს დედაქალაქიდან პატრულმა დაყაროს, ეს არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ესე იგი, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ხალხი არ არის ჩვენი თანამოქალაქეები, არ არიან ჩვენი თანამემამულეები და ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ აფხაზეთზე ნებისმიერი ტიპის აფხაზეთში ჩვენი იურისდიქციის აღდგენის ცდილობა დასრულდება. ამიტომ მე სულაც არ ვთვლი, რომ ეს აქციები უნდა გაგრძელდეს რაღაცა დევნილთა ძალებით.
ეს დღეს წდება არა ამ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკავნება არ დაკავების საკითხი, არამედ მთელი თბილისის პირველ რიგში დამოკიდებულება აფხაზეთის საკითხის. გასაგებია, იგეგმება თუ არა რაიმე ოპოზიციური გაერთიანება, როგორც რამდენიმე ვნახეთ ჯერ კიდევ. მე ვერ გეტყვით გაერთიანება რას ნიშნავს, მაგრამ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და არის თემები, უნიშნულოვანესი თემები, როგორიც აი თქვა იგივე საკონსტიტუციო რომელთან დაკავშირებით ოპოზიციამ უნდა გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება და უნდა შეჯერდეს. ეს არის ერთ-ერთი პირველი საკითხი ამ სეზონზე თქვენ ესე ამბობთ. რა თქმა უნდა, ეხლა მთავარი ეს არის, კაცი მეფე დაწყადებს საკუთარ თავს ამ ქვეყანაში და მე ახლა გინდ გაერთიანდი, გინდ გამოერთიანდი და იმის რა ქვია, რო წაიქცევა ფალავანე, მე გინდ შეიყვანე და გამოიყვანე იმ ფილმის არ იყოს ამ შემთხვევაში ესა უმთავრესი საკითხი ქვეყნის და ეს უნდა გადავწყვიტო. ამავე დროს ჩვენ აი გეგმებზე ვლაპარაკობდით, გარკვეულ გეგმებზე. ჰააგის სასამართლოში შევა მზადდება უკვე გამზადებულია სარჩელი მტკიცებულებები, ურყევი, უეჭველი მტკიცებულებები მზადდება და წარდგინება ჰააგის სასამართლოს ვაგრძელებთ ამავე დროს ანტიკოლონიური ბრძოლას, მათ მხილებას, ვინც მონურ კოლონიურ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც დაკარგული აქვს სახელმწიფოებრიობაც, სუვერენიტეტიც და ასე და ასე შემდეგ. ეხლა ბევრს ქუჩისგან უჭირავს თვალი და ბუნებრივია ბრძოლის ეს ფორმაც არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ არ შეიძლება მომზადებლად ისე, რომ კიდევ ერთხელ დამარცხებული აღმოჩნდეს ხალხი. კიდევ ერთხელ დამარცხებული აღმოჩნდეს ოპოზიცია. შეთამაშება ამ ქუჩის არ შეიძლება მომზადება ჭირდება ამას კარგად, მით უმეტეს ამისკენ მიდის სიტუაცია, როდესაც ესეთ გადაწყვეტილებებზე მიდიან, ავტომატურად იფეთქებს ეს სიტუაცია, ამ სიტუაციას ამძაბრებს. ამ გადაწყვეტილებას მოყვეს ისევ ქუჩაში. ამ სიტუაციას ამძაბრებს. ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება, რომელიც ახლა კონსტიტუციაში შეაქვს და კონსტიტუციური ცვლილებები გამორიცხავს საარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილებას. ამ სიტუაციას ამძაბრებს, ჩემო კარგო, ის უმწვავესი სოციალური მდგომარეობა სიდუხჭირე, რომელიც ხალხს აქვს დატეხილი თავზე და ვისაც ის მეორე და მესამე ხარისხოვან საქმედ მიაჩნია ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი ინტერესების გათვალისწინება, მათთან ერთად ქუჩაში დადგომა, ბრძოლა სასამართლოში იქნება თუ სხვა ფორმით, მე ვფიქრობ, მას კარგადაა გაწყობილი საქმე და რაღაც სხვა განცდები აწუხებს. მოდით გადაცემაში რეკლამის დროა და ჩვენ დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ სახალხო წარმომადგენლობით კრებასთან დაკავშირებით. დაგვალოდეთ. ასე თქვენ უყურებთ ток-შოუ არგუმენტებს და ჩვენი სტუმრები არიან გიორგი გუგავა, კახა კუკავა. 29 სექტემბერს ფილარმონიაში უნდა ჩატარდეს სახალხო წარმომადგენლობითი კრება. ჯერჯერობით გაურკვეველი ამ კრების გეგმები, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში კრებაზე მაინც გახდება ცნობილი რა გეგმები აქვს სახალხო წარმომადგენლობითი კრებას. ერთადერთი რაც არის ცნობილი, იმ პოლიტიკურ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც არ მიიღებენ ამ კრებაში მონაწილეობას, არ დაესწრებიან. გარკვეულია ლეიბორისტების პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მოგვიანებით გითხავთ ამ პოზიციასთან დაკავშირებით, უბრალოდ გაურკვეველია კონსერვატორების აზრი ამ საკითხზე. მიდიან თუ არ მიდიან? მიდიხარ თუ არ მიდიხარ ბატონო? მართალი რო გითხრათ, თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ბევრი რაღაც მოითხოვს ამ კრებასთან დაკავშირებით დაზუსტებას, მე პირადად თვითონ არა ვარ ხა ძალიან დეტალურად ჩახედილი რა დღის წესრიგით და რა ამოცანებით იკრებებიან. ჩვენ მქონდა პრინციპში კომუნიკაცია და შეხვედრები ამ საფრთხის გაზაფხულის მანძილზეც საინიციატივო ჯგუფთან ალბათ გვექნება და სხვა შორის ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მარტო არ ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას, არიან პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციები, ყველასთან გავივლით კონსულტაციას და ამიტომ ამი განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავთ ახლა თავისთავად დასწრება განსაკუთრებით რამე. ვისთან გაივლით კონსულტაციებს იმ პარტიებთან, ვინც უარი განაცხადეს? არა, ყველა პოლიტიკურ ძალებთან ახლა ჩვენ ვართ მუდმივად სამუშაო რეჟიმში, საკონსულტაციო რეჟიმში და ბუნებრივია ჩვენ პარტნიორებთან ჩვენ კონსულტაციებს გავივლით. კი ბატონო, მაგრამ რა არის, აი მე მაინტერესებს უფრო სწორად რატო საჭიროებს ეს საკითხი ამდენ კონსულტაციას? არა, არც განსაკუთრებულ კონსულტაციას, ახლა გამე არ მითქვა რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული და ცნობილია სახალხო წარმომადგენლობითი კრება, უნდა დიდი ხანი ამაზე საუბრობენ. მართალი რო გითხრათ, აი უფრო ზუსტად თქვენ სწორად ახსენეთ, რომ საუბრობენ, თუმცა დეტალები ჯერჯერობით აი მაგალითად რა არის ამ კრების არსი ეს ზუსტება, ვიცი რომ საკმაოდ სერიოზული და წარმომადგენლობითი ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე. 29 სექტემბრამდე არის კიდე დრო და თვითონ ისინი როგორც ჩათვლიან საჭიროა. რაიმე პრობლემა არის იმ ჯგუფთან დაკავშირებით, დაუშვათ შეიძლება რაიმე პრობლემა იყოს იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც ამაზე მუშაობს. პირიქით ამ ჯგუფში არის ისეთი ადამიანები წარმოდგენილი, მარტო ნონა გაფრინდაშვილის სახელი საკმარისი არის და სხვაებიც ასევე არანაკლებ ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. უბრალოდ კიდე ერთხელ გეუბნებით, რომ როდესაც რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, პოლიტიკური პარტია იღებს ამ გადაწყვეტილებასთან ერთად თანდართულ პასუხისგებლობას, ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა უბრალოდ ეს არის რაღაცა კონცეფცია, ხედვა
ალბათ ამ ადამიანებისა როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები და ჩვენ ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას შეუერთდეთ თუ არ შეუერთდეთ ამ გზას, ბუნებრივია გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა არის, რას გულისხმობს ეს